ქრისტიანი დემოკრატების წინასაარჩევნო შეხვედრა ამჯერად წყალტუბოში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი განათლება და ეკონომიკის განვითარება მოძრაობის ლიდერებმა მოსახლეობას პარტიის პროგრამა დეტალურად გააცნეს. დღესვე გიორგი ახვლედიანმა ამორჩეულს იმერეთის 8 საარჩევნო ოლქში ქრისტიანი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. წყალტუბოს კულტურის სახლი, რომელიც 3000-ზე მეტ ადამიანს იტევს, დღეს ქრისტიან დემოკრატების მხარდამჭერებმა შეავსეს. ეს უკვე პარტიის რიგით მე-15 მასშტაბური შეხვედრა იყო, როგორც ყოველთვის ემოციური გამოსვლებით და კონკრეტული დაპირებებით. ერთი წამითაც არ მეყარება ეჭვი, რომ ძალიან მალე დადგება ის დღე, როდესაც ჩვენა ესე ერთმანეთთან ხელშეკრულებები ალბათ იმ მწერვალზე, საიდანაც დაიწყება უახლესი საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული ისტორიის წერა. ორსული გოგონა, რომელმაც პარტიის ლიდერთან ერთად მოსახლეობას სცენიდან მიმართა, ქრისტიან-დემოკრატების დიდი ხნის მხარდამჭერია. აფხაზეთიდან დევნილმა ესმალი პარტელიანმა შეკრებილებს მოძრაობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ქრისტიან-დემოკრატიული არჩევანი ეს არის არჩევანი სიცოცხლისთვის. ეს არის არჩევანი მომავლისთვის. ეს არის არჩევანი აფხაზეთიდან დევნილი ესმასთვის და მისი პატარა ბიძაშვილის, რომელიც რამდენიმე თვეში მოევლინება ჩვენს ქვეყანას. ეს არის ესმას არჩევანი, ეს არის ქრისტიან-დემოკრატიული არჩევანი, რადგან მე დაწმინებული ვარ, რომ თუ კი ქრისტიან-დემოკრატია საქართველოში გაიმარჯვებს, ესმას ვაში აუცილებლად იცხოვრებს ერთიან საქართველოში ყველა თაობისთვის. დღესვე ქრისტიან-დემოკრატებმა მოსახლეობას იმერეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინეს და მათ ღირსებებზე ისაუბრეს. ქრისტიან-დემოკრატებმა მოსახლეობას პარტიის წინა საარჩევნო პროგრამა გააცნეს. შეხვედრაზე ასევე წყალტუბოს განვითარებაზე და კურორტის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. დღეს ამ გადატენილ დარბაზს ვინც შეავლევდა თვალს დარწმუნდებოდა, რომ ქრისტიან-დემოკრატიული არჩევანი მართლაც ყველა თაობის წარმომადგენლის არჩევანია. არჩევანი იმ ადამიანებისა, რომლებიც გულშემატკივრობენ საქართველოს თავისუფლებას და ერთიანობას, ქართული ხალხის ერთობას და გულშემატკივრობენ იმას, რომ ქართული კაციც, ქალიც, ბავშვიც, მოხუცებულიც ღირსეულად ცხოვრობდეს თავის სამშობლოში. ქრისტიან-დემოკრატები წინა საარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. მომდევნო მასშტაბური შეხვედრა ზუგდიდში გაიმართება.